იმას, რომ უნგრეთში მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება 16 წელი იყო ესე იგი უნგრეთის მმართველი და ფიქრობდა როგორმე ისეთი ესე იგი კონსტიტუცია მივიღო, ისეთი საარჩევნო კოდექსი მივიღო, რომ მაქსიმალურად ბოლომდე გადავჭრა თავისუფალი არჩევნების თქვათ შესაძლებლობა და შექმნა ისეთი 199 წევრთა პარლამენტში 106 მაჟორიტარული და 93 პროპორციული მიუხედავად ამისა პიროვნება რომელიც იყო ამ პარტიის წევრი, მაგრამ როგორც კი ყოფილმა პრეზიდენტმა უნგრეთის გარკვეულწილად პედოფილებს დაუჭირა მხარი და მისმა ცოლმა როგორც იუსტიციის მინისტრმა სამწუხაროდ მანაც დაუჭირა მხარი, ის მან გასცილდა ცოლს, ანუ მისთვის ხირებულება უკვე არ იყო ერთა იგივე როგორც მეუღლეს, რადგანაც იმან ეს დაუჭირა და შექმნა ახალი პარტია. არც ერთ არსებულ ოპოზიციურ ორბანის მიმართ პარტიასთან არ შეუერთა. იარა უნგრეთის ყველა რაიონში, სოფელში და ასე შემდეგ მიუტანა სწორი მესიჯები, მარტივი სწორი მესიჯები და მერე არჩევნებში იმ ოპოზიციურ პარტიებს ეყო ვაჟკაცობა არ დაუყენეს მადიარის შერჩეულ პიროვნებას თავისი კონკურენტი. და გაიმარჯვა ამ უსაშინელოს საარჩევნო კოდექსში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში აუცილებელია ჩემი აზრით შეიქმნას ახალი ცენტრი. ეს ცენტრი, ეს მიდგომა პოლიტიკური ცენტრი უნდა განსხვავდებოდეს ქართული ოცნების პოლიტიკურ ესე იგი მანიფესტებთან, პოლიტიკურ მიდგომებთან, ასევე განსხვავდებოდეს ნაციონალურ მოძრაობასთან ან მასთან აფილირებულ ვთქვათ პარტიებთან, რომელიც ფაქტურად იქიდან გამოვიდნენ და წარადგინონ მესამე ხედვა. ახლა საზოგადოება საუბრობს, კი ბატონო, ვინ უშლისო, რომ ამ მესამე ძალა გამოჩნდეს. უშლის ის, რომ მესამე ძალის გამოჩენა, რა თქმა უნდა, არ უნდა უცნებას, რადგანაც ორი ძალის პირობებში ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ან ეს ვთქვათ, მათთან აფილირებული პარტიებთან ერთად, ესე იგი, ყოველთვის ვიტყვით, ჩვენ კი ბატონო, ვარ ცუდები, კიდევ უარესია ნაცმოძრაობა. შესაბამისად, ქართულ ოცნებას არ უნდა მესამე ძალის, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას მით უმეტეს არ უნდა მესამე ძალის, რადგანაც ის პირველია ოპოზიციაში. შესაბამისად, ამ ორ ძალას არ უნდა. მათთან აფილირებული სახელმწიფო ტელევიზიებს და ესე იგი ოპოზიციურ, მაგრამ რეალურად მიბულ იმ პარტიასთან არ უნდა გამოიყვანონ ექსპერტები, სპეციალისტები ეკონომიკაში, სამართალმცოდნეობაში, განათლებაში, მეცნიერებაში, რომელიც არიზიარებენ, ესე იგი, თუ ქართული ოცნების აზრს არიზიარებ, სახელმწიფო ტელევიზიაში ვერ მოხვდები. თუ არიზიარებ ბატონ მიხეილ სააკაშვილის აზრს, რეალურად ვერ მოხვდები ამ ოპოზიციურ ტელევიზიებში. შესაბამისად, ესე პლუს, რა თქმა უნდა, ფინანსურად ორივე ძალა მაგრად არის გამაგრებული და უბრალოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ როგორც გააკეთეს სომხებმა, გამოიყვანეს და მოძებნეს პაშინიანი, მოძებნა უნგრეთმა და ვთქვათ ეს პიროვნება მადიარი, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი სახე პოლიტიკაში 50-55 წლამდე ვთქვათ პიროვნება. ახლა არის ბატონ თემურ შაშიაშვილის მიდგომა, რომელსაც მე ხარს უჭერ, რომ მეცნიერი უნდა იყოს ეს. ანუ გარკვეულწილად ახალი სახე, ადრე პოლიტიკაში ნამყოფი არ იყო, მაგრამ მეცნიერებაში, ესე იგი თვალსაჩინო მეცნიერი ერკვევა ვთქვათ გარკვეულ კიდე მიმართულებაში, ეკონომიკაში შემდეგ და მან შეძლოს ხალხის კონსოლიდაცია და ასეთ ძალას ჩვენ უნდა დაუჭიროთ ხარი მოსახლეობა. ხო, 2-3 წლის შემდეგ, როცა ქვეყანა დაალაგდება, როცა შეიქმნება პირობები, ეს მეცნიერები დაუბრუნდება თავის საქმეს, რადგანაც უკვე
იქნება ისეთი სიტუაცია, რომ ყველა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მეცნიერმა ნაღმა აკეთოს, მეცნიერება ამის ხელშემწყობი იქნება უკვე პოლიტიკოსები და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს შანსი და უნგრეთი ცოცხალი მაგალითი ამისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი სამშობლო გავიყვანოთ სწორ გზაზე და ესე იგი გაიმარჯვოთ მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკება მათ შორის ბევრ სხვა პოლიტიკურ ესე იგი ცენტრებთან ერთად. ჩვენ შემდგომი გადაცემა ემთხვევა 23 აპრილს და ყველაზე დიდებული ცნობილი მეცნიერის დაბადების დღე არის. ეს არის დიდი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღე 23 აპრილი და ყველაზე გენიალური ქართული მეცნიერის ილია მეკუას დაბადების დღე და ჩვენ ამას იმ გადაცემას მივუძღვნოთ ამ ქართველებს და ვიტყვით, აი ეს ხალხი, არა მარტო მეცნიერებაში თქვენ სიტყვა, არამედ უნივერსიტეტის რექტორობის დროს, ზოგადად მენეჯმენტის დროს და კიდევ ილია მეკუამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობის პირობებში. ამით ჩვენ